ამჯერად რუსთავში ვართ, მეგობრებო. რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც 2 საათში გვექნება ფრენა შესასრულებელი, რაც გულისხმობს ბეცონის ივენთის ფესტივალის ირგვლივ ფრენას და ადამიანებისთვის დროშის დანახებას. რუსთავის თავზე ვიფრენთ დროშით, რომელიც იქნება 85 კვადრატული მეტრი, რომლის ტესტიც უკვე გავაკეთეთ 2 დღის წინ, დავგეგმეთ როუტი და ეხლა ვიფრენთ. მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები გვაქვს, ესე ვთქვათ, გავჩეკავთ ყველაფერს, პროცედურულად რა არის ბევრი რამე, რაც უნდა შემოწმდეს. ფრენამდე აი ყველაფერი, ყველაზე დიდი დატვირთვა და წილი, ესე ვთქვათ, მომზადებაზე მოდის და შემდეგ უკვე ფრენა. ფრენა კონკრეტულად არაფერი არ არის, იმიტომ რომ მოსამზადებელი ნაწილია ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საფრთხილო და დროის დასათმობი რა. ეგ არის, მზად ვართ, მეგობრებო, დროშა გაშლილია, დრონი აწყობილია და ისა დაგვრჩენია პირველი ფრენა განვახორციელოთ ფრთხილად, წყნარად, სიჩქარის გარეშე. ფრინდები! პაკეტე. დავიღე. შემოყევი, მიდი.